2024 წლის იანვარი. ჰონგ-კონგი. ერთი მსხვილი კომპანიის ფინანსისტი ჩვეულებრივ სამუშაო ვიდეოზე არდაერთვება. ეკრანზე ხედავს თავის ფინანსურ დირექტორს ლონდონიდან და კიდევ რამოდენიმე კოლეგას. იცნობს მათ სახეებს, მათ ხმებს. გზარის შემდეგ ის 15 გადარიცხვას აკეთებს, ჯამში $25 მილიონ მეტს. ერთი კვირის შემდეგ კი ირკვევა ისეთი რამ, რასაც ჰოლივუდის სცენარისტიც კი ვერ მოიფიქრებდა. იმ ზარზე ერთადერთი ნამდვილი ადამიანი თავად იყო. ყველა დანარჩენი ფინანსური დირექტორის და კოლეგებიც ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ასლები იყვნენ. ამ ვიდეოში გიყვები როგორ მოხდა ეს ზუსტად, რატომ ეხება ეს ამბავი ყველა ბიზნესს საქართველოშიც და როგორ უნდა დავიცვათ თავი რა იგივე არ მოხდეს. ძალიან საინტერესო ისტორია, დარჩი ბოლომდე და რამე კაი კომენტარის დაგვიწერა. დავიწყოთ იმით, რომ ეს არ იყო რომელიღაც პატარა გამოუცდელი კომპანია. კომპანიას ქვია ARP, ლეგენდარული ბრიტანული საინჟინრო კომპანია, სიდნეის ოპერის თეატრზე იმუშავეს მაგალითად და მთელ მსოფლიოში 18000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ. ანუ კომპანია, რომელსაც აქვს პროცედურები, ტრენინგები, უსაფრთხოების სისტემები და მაინც ყველაფერი დაიწყო ერთი მეილით. ჰონგ-კონგის ოფისის ფინანსისტმა მიიღო წერილი. ეს წერილი თითქოს იყო ლონდონიდან ფინანსური დირექტორისგან. წერილში ეწერა, რომ იგეგმებოდა კონფიდენციალური გარიგება და საჭირო იყო თანხების გადარიცხვა. და თუ იცი რა არის საინტერესო. თანამშრომელს ეჭვი გაუჩნდა. იფიქრა, რომ ეს ფიშინგი იყო ყალბი წერილი, როგორცაც ჩვენ ყველა ვიღებთ ხოლმე ყოველთვის და ზუსტად აქ გამოიყენეს თაღლითებმა მთავარი იარაღი. ეჭვის გასაქარწყლებლად ის ვიდეოზარზე მიიწვიეს, შეუერთდა ზარს და საკუთარი თვალით ნახა ნაცნობის ახეები. ხმაც ემთხვეოდა გარეგნობაც და საუბრის მანერაც. ეჭვი გაქრა და სწორედ ეს არის ის მომენტი, რომელზეც მთელი ისტორია დგას. ეჭვი იმიტომ გაუქრა, რომ საკუთარ თვალებს ენდო, საკუთარ ყურებს. პოლიციამ მოგვიანებით დაადგინა, რომ თაღლითებმა ეს ასლები საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიდეოებიდან შექმნეს. ინტერვიუებიდან, კორპორატიული ჩანაწერებიდან, კონფერენციის გამოსვლებიდან. სავარაუდოდ ზარზე ჩართული კოლეგები წინასწარ დამზადებული ჩანაწერები იყო. 15 გადარიცხვა, 5 საბანკო ანგარიშზე, 200 მილიონი ჰონგ-კონგური დოლარი, 25 მილიონი დოლარია მოკლედ, ამერიკული. და თაღლითობა მხოლოდ მაშინ გამოვლინდა, როცა თანამშრომელმა სათა ოფისს თვითონ ჰკითხა ამ გარიგების შესახებ. ვერც გაიგებდნენ, ცოტა ხანი. ახლა დაფიქრდი ერთ რამეზე, რამდენ წუთიანი ვიდეოა საჭირო იმისთვის, რომ ვიღაცამ შენი ციფრული ასლი შექმნას. რამოდენიმე წუთი საკმარისია. ხმის დასაკლონად საერთოდ რამოდენიმე წამი. თან მით უმეტეს დღეს ეს 2 წლის წინანდელ ამბავს გიყვებით. ადრე მსგავსი ხარისხის ყალბი ვიდეოსთვის დაგჭირდებოდა სტუდია, სპეციალისტები და დღეს კი ჩვეულებრივი რომელიმე AI ინსტრუმენტი ამისთვის საკმარისია. ეს აღარ არის ძვირი ტექნოლოგია, ან რთული, აღარ სჭირდება ამას რაღაც განსაკუთრებული ცოდნა და სწორედ ამიტომ იზრდება ეს დანაშაული ასეთი ტემპი. Deloitte-ის პროგნოზით, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ჩადენილმა თაღლითობებმა მხოლოდ ამერიკაში 2027 წლისთვის სავარაუდოდ 40 მილიარდ დოლარიან მასშტაბს უნდა მიაღწიოს. ანუ დაგენერებული ვიდეოებით 40 მილიარდი დოლარი უნდა იშოვონ სქემერები. მოკლედ ნამარტივად რო გითხრათ. და იფიქრებ, რომ ეს არის მხოლოდ დიდი კორპორაციების პრობლემა. შეიძლება ახლა ფიქრობ, რომ რავი, პატარა კომპანია მაქვს 25 მილიონი, საერთოდ არ სტრიალებს ვიზრას ჭირდები, მაგრამ ზოგიერთ თაღლითისთვის მასშტაბს არ აქვს მნიშვნელობა. აქვს მნიშვნელობა ალბათობას. დიდ კომპანია შეიძლება ერთხელ დაარტყა და ერთხელ შევა ბევრი ფული, პატარა კომპანიამ შეიძლება დაარტყა 1000 ჯერ, 10000 ჯერ და იგივე ფული იშოვა. ხოჭორი საქართველოშიც ეხა აღარ მახსოვს, აღარ შემხვედრია, მაგრამ ადრე ტრიალებდა დიპფეიქები პოლიტიკოსების სახეებით, რომ სადღაც ფული ჩაგედო. პრეზიდენტის ყავდათ გამოყენებული 1-2 წლის წინ. დაახლოებით ხო. და თუ შენ ონლაინ სივრცეში ჩანხარ, შენი ერთი ვიდეოც კი საკმარისი იქნება, რომ შენგან რაღაც დააგენერონ. ჩემ შემთხვევაში ეს ალბათ საკმარისია. მაგრამ მოდი მეორე ისტორიასაც მოგიყვები, უფრო იმედის მომცემ ამბავს, რომ ეს ყოველთვის არ მუშაობს. ასევე 2024-ში იტალიაში Ferraris ერთ-ერთ ხელმძღვანელს WhatsApp-ზე წერს კომპანიის დირექტორი, შემდეგ ურეკავს კიდეც, ხმა იდენტურია, აქცენტიც კი ზუსტად ემთხვევა. საუბარია კონფიდენციალურ გარიგებაზე და ამას ასტრაფოდ ჭირდება ხელმოწერა. და აქ ხდება ის, რამაც Ferrari სავარაუდოდ ბევრი მილიონი გადაურჩინა. ხელმძღვანელმა ერთი მარტივი კითხვა დაუსვა, რომელიც ეგნი მირჩია ამ რამოდენიმე დღის წინ. ზარი მაშინვე გაითიშა. თაღლითებმა ხმის კლონირება კი შეძლეს, მაგრამ საუბრის შინაარსი, რომელიც მხოლოდ 2 რეალურმა ადამიანმა იცოდა, ამას ვერ დაკლონავდნენ. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომ დიდ კომპანიებს ესე უტევენ. მაგ პერიოდში დარწმუნებული ვარ, დიდი და ცნობილი კომპანიების უმეტესობასთან მსგავსი ტიპის თაღლითობას ცადეს. კიდე ინტერნეტში აციძებნება იმავე პერიოდში ერთ-ერთი უმსხვილესი სარეკლამო ჰოლდინგის VPP-ის დირექტორის მარკ რიდის ასლი შექმნეს. თაღლითებმა YouTube-დან აიღეს ეს კადრები და იქიდან შექმნეს. მერე ონლაინ შეხვედრაც მოაწყვეს ერთ-ერთ ხელმძღვანელთან და იქაც თანამშრომლის სიფრთხილე მიმუშავა და თაღლითობა ჩაიშალა. ანუ სქემა არის ერთ და იგივე.
სამიზნეები არიან მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კომპანიები, შედეგი კი დამოკიდებული ერთ-ერთ რამეზე. აქვს თუ არა კომპანიას ძალიან მარტივი წესი, რომ დაუკვირდეთ. ამ არუპის თანამშრომელი საკუთარ თვალებს ენდო და ფული დაკარგა. Ferrari-ის ხელმძღვანელმა პროტოკოლი გამოიყენა და ფული არ დაკარგა. ამ ვიდეოს მთავარი აზრი ეს არის. ამ deepfake-ებს სიფხიზლით ვერ დაამარცხება, გამორიცხულია. უფრო დაიხვეწება. შეგიძლია რომ უბრალოდ მარტივი წესები დანერგო. კაი, მოკლედ რა ვქნათ. ეხლა გეტყვით რამოდენიმე წესს, რომელიც შეგიძლია რომ დანერგო შენს კომპანიაში, არასდროს ტექნოლოგია არ არის, არაფერი არ არის, უბრალოდ წესია, რომელიც გადაგარჩენს. კაი, პირველი წესი. ვიდეოს არის არ უნდა მიიღო დადასტურებად, არასდროს. ნებისმიერი გადარიცხვის მოთხოვნა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, უნდა გადამოწმო შენვე დამოუკიდებელი არხით, რომ ისინი რომ დაგირეკავენ და ისინი რომ ზარზე მოგიწვევენ. ეგ კი არ უნდა დაიჭერო, არამედ შენ რომელი ნომერიც გაქვს იმ კონკრეტული ადამიანის, იმ ნომერზე უნდა დაურეკო. მაგალითად, ეხა Airupis დირექტორს რომ დაერეკა, ჩანიშნული ექნებოდა ვინც დავალა გადარიცხვა მასთან იმ ნომერზე, რომელიც ჩაწერილი ჰქონდა, გადარჩებოდა. მეორე წესი, რაც შეეხება შეგიძლია რაიმე საკონტროლო კითხვა შემოიღო, როგორც Ferrari-მ გააკეთა. შეიძლება ეს კითხვა იყოს რაიმე ისეთი პირადული საუბრიდან გამომდინარე, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ვერ დააგენერებს, არც ეცოდინება და ვერც გაიგებს. და მესამე წესი, თუ ვიღაცა რაღაცა ჩქარობს და რაღაც განგარს ტეხს, ეს არის ეგრეთ წოდებული red flag-ი, ანუ წითელი დროშა, ძირითადად აღლითები ეგრე მოქმედებენ, კლასიკური ხელწერა. იმიტომ რომ სისწრაფე გართმევს ფიქრის დროს და ლოგიკურ გაწყვეტილებას ვერ იღებ. სხვათა შორის YouTube-ს უკვე აქვს ინსტრუმენტი, რომელიც შენი სახის უნებართვო გამოყენებას ეძებს, ხოლო დანიაში კი მუშაობენ რაღაც კანონზე, რომელიც ადამიანს საკუთარ სახეზე უფლებებს მიანიჭებს. ანუ ეს კანონები ნელა მუშაობს და ნელა გვეწევა, მაგრამ მაგ ხრევად რაღაცას მოიფიქრებენ და შეიმუშავებენ. ანუ ჩვენი სახის ციფრულ ვარიანტებზე ჩვენ გვექნება უფლებები. ეხლა ალბათ არ გვაქვს არ ვიცი. აქვე მოდი ბარემ შევხედოთ უფრო ფართო სურათს. ციფრულ ეპოქაში, სადაც fake-ის დამზადება გახდა ძალიან იაფი, ყველაზე მთავარი ვალუტა ხდება ნდობა და ავთენტურობა. Google-ში და ხელოვნურ ინტელექტში ადამიანები უფრო და უფრო ხშირად ამოწმებენ ვინ ხარ და სანდო ხარ თუ არა. და ჩვენ თენსესიაში ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობთ. ვამოწმებთ რას ხედავს ხელოვნური ინტელექტი შენ შესახებ და ვაძლიერებთ შენს ავტორიტეტს მისთვის. და ეხა ბოლოს კითხვა. შენს კომპანიაში ეგრე რო ვინმეს დაერეკა, რა მოხდებოდა? გადარჩებოდით თუ დაისქემებოდით და გადაირცხებოდა ფული? დაახლოებით. რო ივარაუდო. მადლობა, ვინც ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დაგვიკომენტარეთ, თუ დაისქემებოდით ეგეც და კიდე რა თემაზე ისურვებდით ვიდეოს.